თავის დროზე გამოიხებს. მე ძალიან ხშირად მქონია ჩემ პრაქტიკაში ესეთ შემთხვევები, როდესაც სრულიად უიმედო სიტუაციაში მაინც სამართლებრივი პროცედურები გამილია ბოლომდე და მე რა 2-3 წლის მერე ის შედეგები ძალიან კარგად ამხოდრია წინ, ასე რომ ჩვენი უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დღევანდელი დღეს სწორედ ამისი სტიმულის მომცემია, რომ მიუხედავად ამის მიულოცეთ ჩვენ დღეს უფლება დაცვის დღე, როგორც ყველაზე დიდ უფლება დამრგვალს. ისე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მას კონკურენტები ყავს იუსტიციის მინისტრის, სასამართლოს თავმჯდომარის სახით კუბლაშვილი, ბატონი ადეიშვილი და სხვები ძალიან კარგი კონკურენტები არიან მისი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა განსაკუთრებული გვირგვინია ხელა ამ სისტემაში, რომელიც ფეხქვეშ ცელავს ადამიანის უფლებებს აბსოლუტურად. პროფესორი დღეს ძალიან საინტერესო იყო ყოფილი პროკურორის ბატონი გვარამიას, ეხლა ძალიან ვაკვირდები აი ამ საკადრო ცვლილებებს ბუნებრივია და ყველა კომენტარები რას კეთდება ამ უხერხემლოებაში. იყო პროკურორი არ ვიცი. გენერალურ პროკურორის მოადგილე იყო ნიკა გვარამია და მე იუსტიციის მინისტრი. ეხლა განათლების მარჩენალად რა დაიწყო. და დღეს ვაკეთებ ფილმების გადაღება. კომენტარი პირველი რა უნდა გააკეთოს. მაინც ეს პროკურორის მენტალიტეტი რას ნიშნავს? რომ ეხლა ჩვენ უნდა ვიციქროთ უსაფრთხო სკოლებზე, რომ ბავშვი საფრთხე და სკოლაში შორის არ დაიკარგოს. ქუჩებს დაერევა ეხლა. ეს მაინტერესებდა ეს გუშინ რა ქალბატონმა ალიმაროშკინამ თქვა, რომ ახლა დანიშნული მინისტრებიდანო ვიღაცას ლონდონში უყიდიო სახლის საკუთარი ადამიანი და ეს ნიკა გვარამიას ოფიციალურად ვკითხო, ხო არ იცით თქვენი კოლეგებიდან ვინი ყიდა ლონდონში ბინა. მე 14 წელია ეს ტელევიზიასთან და ერთოთახიანების ნამაგდა. რომელი მინისტრი კოლეგა ყავს ამბით? მე დარწმუნებული ვარ, რომ ლონდონში იყიდა ბინა. არ იქნება. მე დარწმუნებული ვარ ამ სახელმწიფო ვერტიკალში. თუ ყველა მინისტრს არა, მათ დიდ უმრავლესობას ვინები ისა ეკა ლონდონში კი გეთახმებით. ნიუ-იორკშიც და მე ამის ხაზება რომ ახლა მამამისის რეალისტი არის და პატრიოტიზმის და სამართლიანობის მიბრძოდა და მისი შვილის პასუხი მაინტერესებს საინტერესოა. ბატონ გვარამიაზე ამბო? ხო, აი გვარამია გვიცხავს. მას აღმოჩნდა ფილმების შექმნის და ამ რეჟისურის საუკეთესო ნიჭი. პროფესორი კიდე დაამახსოვრა თავის ელენია. როცა ამბობდნენ რომ თავდაცვის უშიშროების ხო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რულა რომ გადაიყვანეს კულტურის მინისტრად და გვიმტკიცებენ რომ უსაფრთხოება და თავდაცვა კულტურის ხაზი უსაფრთხოების კულტურაზე გადისო და გაიხსენეს რაღაცა რეჟისორული გამოცდილება, ალბათ ბატონ გვარამია გაუზიარებს ამ გამოცდილებას ბატონ. ო, დაიგვიქრა. მე ძალიან ღიმილი ვუყურებ ამ საკადრო ცვლილებებს, იმიტომ რომ ცოტა ძნელია ბატონ დავით იპოვო რაიმე ლოგიკა იმაში რა ხდება ბოლო პერიოდში და სერიოზული კომენტარები აკეთო ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ისეთ საოცრებები დატრიალდა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ მე ვთქვი, რომ კომედი შოუს აქვს საუკეთესო მასალა, შემდეგი გადაცემები ამაზე დააყრდნოს და არა ის რომ ოპოზიციაში და ესეთ თავისუფალი მედიის სიუჟეტები გამოიყენოს უნიკალურ მასალად. თავი ბაკურებელი შემოვიყვანო და მესანამ შემოვიყვან მინდა უთხრა ყველას ეს უზნაძეს 78 ნომერში არის ეს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი მედიცინაში, რომელიც უფასოდ ესეთგა დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს ჩაგიტარებს. კიდევ ეთერში ხარ გისმენთ? დიახ. გისმენთ ბატონო ეთერში ხარ? რაღაცა პრობლემა არის და ერთ-ერთთან დაკავშირებით 2 წუთი დარჩა. ქალბატონო ეკადა მაინტერესებდა მაინც აი თქვენი აზრი აი ამ დეკლარაციასთან დაკავშირებით რა არის ყველაზე ისეთი რომელიც გულისხმობს თავს თავს ადებდით. მაინტერესებს ახალგაზრდობაში თქვენ კომუნისტების დროს მუშაობდით თუ არა არ ვიცი, მე მახსოვს რომ სერვასლები იმ დროს არა ბედნიერი. დავაბერეთ ახლა. არა ხო, ნუ მე 87 წლებში. არის შევებოდა ისე. ასადა მე სერვასლი მას სტუდენტობის დროს გამიკვირდა, ვიცი რა ფანტასტიკური რამა. ხეს ხათაშორის რაღაცა ნიშანდობლივად დაემთხვა ბატონო და ხეს კითხულობდი დილიდან
ვაპირებ ახლა დავიკითხო სპეციალისტური კურსი ბიზნეს კავკასიის ბიზნეს სკოლაში იურიდიული პროფესიის არ კონტროლე დახურავენ სკოლა იურიდიული პროფესიის ეთიკა ძალიან საინტერესო კურსია დღეს ვკითხულობდი საერთაშორისო კონვენციებს და რეზოლუციებს რომელიც არის პროკურორების მოსამართლეების ქცევის სტანდარტები საერთაშორისო კონვენციები დადგენილი სტანდარტები და ძალიან ბევრი საინტერესო დოკუმენტი ავაწყდი და ესე ვთქვათ რაღაცა გაწესული ვიყავი დღეს აი ამ საერთაშორისო სტანდარტებით ადამიანის უფლებების დაცვას ეხება და რა არის ახლა ჩემთვის ღირებულია ნებისმიერი ადამიანის უფლება რომელიც არის ბოძებული პირველ რიგში უფლით და ღვთით და უფლებები რომელიც არის გამტკიცებული საერთაშორისო სტანდარტებით ეს არის სიცოცხლის უფლება ეს არის თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ეს არის საკუთრების უფლება ეს არის თავისუფალი არჩევანის უფლება და ასე შემდეგ ეს სამართლიანი სასამართლოს უფლება რაც ყველაზე ძალიან აწუხებს და რაზეც მე ყველაზე მეტ ფიქრობ ეს არის თავი დაიქცეთ შეიძლება დაგხსნათ ეს ხოთას უბლაშვილის კანტორა შეიძლება დაგხსნათ უბლაშვილის კანტორა მე ერთხელ დააპირა მაგრამ არ გამოვიდა ხალხ უბლაშვილი აიშება ალბათ ყოველდღიური მართლა მნიშვნელოვანი რამ არის ეს დოკუმენტი მართლა დროს გაუძლო და ეს აუცილებლად ვითომ ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ველური რაღაც აზიური მეთოდებით კომართავენ და გვაწუხებენ და სანანი არის და ძალიან კარგია და ვაჟკაცური ჟესტი იყო თქვენი მხრიდან რომ ეს აი ვანოს არის ხაჯეთის ციხეა ხაჯეთის ციხე მე ფაქტობრივად ეგ დავარქვი 2002 წელი იყო 2023 წლის ბოლო იქამდეც იყო ხაჯეთის ციხე მაგრამ განსაკუთრებული სტატუსი შეიძინა ხედავთ 2003 სალომე ზურაბიშვილი მაგრამ 5 წელს თქვა ხაჯები მიდიან არ მიდიან ჯერ და მალე წავდნენ ბატონო მალე წავდნენ აკეთ ქალბატონო ეკა დიდი მადლობა მინდა გითხრათ პროცესში დღეს ორგანიზებული პროტესტი საქართველოში თქვენ ჩაატარებთ და მე მიხარია რომ თქვენ ეს შინაგანი რაღაც ვაჟკაცური სული დაუფიქსირეთ ქართველობის მაგიერ თქვენ გააკეთეთ ეს და მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის დიდი მადლობა რომ გისმენთ დაგვებოდეთ საინფორმაციო შემდგომ ჩვენი სტუმრები იქნებიან ახალგაზრდა იურისტ ასოციაციიდან მას პირეული გაუმართეს ამაზე სხვადასხვა დაღლებებზე და მამაძაღლებებზე რაღაცა მომხილებელი დოკუმენტები აქვს და ამაზე გვექნება საუბარი და მათ მიერ გადაღებულ ფილმსაც გაუშვებდა საჩვენო ინასამიდე და გიანოსო პირველმა ასმა იგი არ გაუშვა თანხას კი შესთავაზა ასოციაციამ მაინც არ გაუშვა და ჩვენ ამას ავანგარდად დაჩვენებთ ჩვენს მაყურებელს დაგვებოდეთ მადლობა გამარჯობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენი მეორე ბლოკი ძალიან ეძღვნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პირეული აქვს ამ ადამიანებს. ჩვენი სტუმრები გახლავთ თავმჯდომარე ამ ასოციაციისა ქალბატონი თამარ-ხიდაშვილი და ქალბატონი ლინა. მაპატიეთ ლინიანია, ექსპერტი ბრძანდები და ძალიან საინტერესო იყო პირველი თქვენი გამოსვლა გუშინ ყლებებული ვერძაკი კავშირის გუშინ და აი ეს თქვენ გამოკვლევაზე და საერთოდ ერთხელ სამწირეულზე მინდოდა თქვენი აზრის მოსმენა ხალხთამარ ეგრება აგვიცხადეთ მე მახსოვს ყოველწლიურად ძალიან სერიოზულ გამოკვლევებს აწარმოებს და საზოგადოებას თავაზობთ აი როგორი იქნება ამ წლის თქვენი საპირუზები და შეფასებები სანამ ძალიან დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მოწვევისთვის და იმისთვის რომ მოგვეცით საშუალება გვესაუბროთ ჩვენი კვირეულის შესახებ უფრო დაწვრილებით. კვირეული დაიწყო დღეს 10 დეკემბერს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე არის ადამიანის უფლებების დამცველებისთვის, იმიტომ რომ დღეს აღინიშნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 60 წლისთავი. ამ კვირეულით ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენეული შეფასება მიგვეცა რა ხდებოდა წელს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და გაგვემახვილებინა საზოგადოების ყურადღება, ხელისუფლების ყურადღება იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელზეც აუცილებელი არის შემდგომი მუშაობა. კვირეული გავხსენით იმ უფლებებით, იმ ადამიანის უფლებებით, რომლებიც ფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად დაზარავდნენ წელს. თავიდან ვფიქრობთ, რომ შეგვეძლო ეს კვირეული დაგვეწყო
სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მსჯელობით, დამოუკიდებლობის ხარისხზე მსჯელობით. შემდეგ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ყველა წელს ყველაზე აქტუალურად ჩათვლილიყო დამოუკიდებელი მედია, მაგრამ შემდეგ ყველანი შევცახდით, რომ თუ ვინმეს უფლებები დაირღვა წელს, ეს უპირველეს ყოვლისა არის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებები. დღეს გავაკეთეთ პრეს-კონფერენცია, საზოგადოებას გავაცანით, რაში